18 წლიანი სამართლებრივი ბრძოლა და ისტორიული გადაწყვეტილება. სტრასბურგმა გიორგი ანწუხელიძის, კახაბერ ხუბულურისა და უშანგის სოფრომაძის კვლავებასა და წამებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირველად დაადგინა, რომ იმ პერიოდში, როდესაც ცხინვალში ქართული სამხედროები ტყვეობაში იმყოფებოდნენ, ტერიტორიაზე ეფექტიან კონტროლს რუსეთი ახორციელებდა და შესაბამისად სწორედ მას ეკისრება პასუხისმგებლობა დატყვევებული სამხედროების წამებაზე, არა ადამიანურ მოპყრობასა და მკვლელობაზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან წინა გადაწყვეტილებაში საქმეზე საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სასამართლო აქტიური საომარი მოქმედებების ფაზაში რუსეთის იურისდიქციის არსებობას გამორიცხავდა. ახალი გადაწყვეტილებით კი სტრასბურგმა კონკრეტულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით განსხვავებული სამართლებრივი შეფასება გააკეთა. სწორედ ამ გადაწყვეტილებით დადგინდა ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის, ასევე კახაბერ ხუბულურისა და უშანგის სოფრომაძის კვლავების ფაქტი, მათი და სხვა ქართული სამხედროების წამება და რუსეთის მიერ აღნიშნულ დანაშაულებზე არაეფექტური გამოძიება. უშუალოდ 2021 წელს, რომ გამოვიდა სახელმწიფოთა შორის მეორე გადაწყვეტილება საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ, მაგის შემდეგ არის ყოფილა განხილული როგორც ასეთი აქტიური ფაზის დროს, ანუ 8 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით იურისდიქცია თვითონ რუსეთის ფედერაციის. იქიდან გამომდინარე, თვითონ მომჩივნები ამ საქმეში იყვნენ დაკავებულები ცხინვალის მახლობლად შანხაის დასახლებაში. ის დაადგინა სწორედ რომ სასამართლომ რომ კონკრეტულად ცხინვალში ეფექტიანი კონტროლი სწორედ რუსეთის ფედერაციას ჰქონდა, რადგანაც იგი ძალიან ბევრი წლების განმავლობაში სწორედ რომ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის სამხრეთ ოსეთს ეხმარებოდა სხვადასხვა მხრივ ეკონომიკური იქნებოდა ეს სამხედრო თუ სხვადასხვა პირობებით. შესაბამისად დადგინდა ეფექტიანი კონტროლი თუ უშუალოდ აქტიური ფაზის დროსაც კი, რაც არის ძალიან დიდი განსხვავება სახელმწიფოთა შორის გადაწყვეტილებისთან. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ საქართველოს სახელით საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ წარმოებული ყველა მნიშვნელოვანი საქმე წარმატებით დასრულდა. მმართველი გუნდის წარმომადგენლების შეფასებით სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების გადაწყვეტილებები კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის პასუხისმგებლობასა და საქართველოს პოზიციების სიმტკიცეს. რაც ჩვენ მოვიგებთ ეს სასამართლოები სტრასბურგში, რასაკვირველია ნებისმიერი თემის წამოწევა და რასაკვირველია ამ თემაზე უკვე სამართლებრივი გამარჯვება ეს გარდოვალი იქნებოდა, მაგრამ რაც თავარია ყველას ავიწყდება ის, რომ ერანაირი წარმატება ვერ იქნებოდა, რომ არა იუსტიციის სამინისტროს ჩართულობა, როგორც მესამე მხარის ამ პროცესში. ჩვენ რომ არა ძალიან ძიმედ იქნებოდა სიტუაცია, ზოგადად ოკუპაციის თემაც სწორედაც ჩვენ დავადასტურეთ. ცალსახად ძალიან კარგი არის, როდესაც კონკრეტული ქართველი ჯარისკაცის, ქართველი გმირის შესახებ სასამართლო, ასე ვთქვათ, ჭეშმარიტებას და სამართლიანობას აღადგენს. ამით პოლიტიკური სპეკულაცია, რა თქმა უნდა, არ უნდა მოხდეს, ცალსახა პოლიტიკური სპეკულაცია, იმიტომ რომ ეს არის გაგრძელება იმ, ასე ვთქვათ, სასამართლოებში საქართველოს როგორც სახელმწიფოს წარმატებული, ასე ვთქვათ, ბრძოლისა, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის გარშემო მიმდინარეობდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება პირველ რიგში დაზარალებული ოჯახებისა და სამოქალაქო სექტორის მრავალწლიანი მუშაობის შედეგია. მათი მოსაზრებით ეს არა პოლიტიკური ძალების, არამედ სახელმწიფოსა და იმ ადამიანების გამარჯვებაა, რომლებიც წლების განმავლობაში სამართლის აღდგენისთვის იბრძოდნენ. კარგია ეს, როდესაც ესეთი ორგანიზაციები აკეთებენ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს, იმიტომ რომ ეს უნდა აკეთოს სახელმწიფომ, მაგრამ რადგან სახელმწიფოს აქვს სამწუხაროდ ის მხარე დაჭერილი, რასაც ქვია რუსეთის ინტერესები, შესაბამისად, როდესაც ესეთი ორგანიზაციები ასე წარმატებას აღწევენ, რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელი არის. ეს არის კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება საქართველოსთვის, ქართული სახელმწიფოსთვის, ეს არის არა მარტო საიას გამარჯვება, არამედ სრულიად ქართული სახელმწიფოს გამარჯვება და ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი რუსეთის ფაშისტურ ფედერაციასთან თავისუფალი ერების ბრძოლაში და ეს არის გამარჯვება არა მარტო ანწუხელიძის ხსოვნისა და ყველა იმ გმირის ხსოვნისა, ვინც რუსეთის ფაშისტურმა ფედერაციამ უმოწყალოდ აწამა და მოკლა, არამედ ყველა იმ მებრძოლის გამარჯვება, ვინც საუკუნეების განმავლობაში აი ფაშისტურ ენერგიას ებრძვის, ამიტომაც ქოჩის გარდა ეს რა თქმა უნდა ყველას გაეხარდება.
საერთაშორისო სამართლის სპეციალისტების შეფასებით გადაწყვეტილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ევროპულმა სასამართლომ კონკრეტული დანაშაულები და კონკრეტული მსხვერპლების მიმართ განხორციელებული ქმედებები სამართლებრივად შეაფასა. ექსპერტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია ევროპის საბჭოს წევრი აღარ არის, სტრასბურგის გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სამართლებრივი და ისტორიული მნიშვნელობა გააჩნია და ის მომავალში შესაძლოა საერთაშორისო სამართლებრივი პროცესების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძვლად იქცეს. სასამართლოს შეფასებით, სწორედ რუსეთის ფედერაციას შეერაცხება ქართული სამხედროების წამება და ასეთ ფაქტებზე არაეფექტიანი გამოძიების ჩატარება. ეს საქმე არის პრეცედენტური იმ თვალსაზრისითაც, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციის იურისდიქცია და პასუხისმგებლობა დაადგინა ომის იმ ფაზაში, რომელზეც აქამდე კონტროლის არსებობას გამორიცხავდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სტრასბურგში მოიგო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ და ხაზგასმით აღნიშნა რუსეთ-საქართველოს ომის დროს ის ჩადენილი დანაშაული მკვლელობა წამება, რომელიც ქართველი პირების, ქართველი სამხედროების, ანწუხელიძის და სხვების მიმართ, რომელსაც ადგილი ჰქონდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის უკვე სამართლებრივი დოკუმენტი, სადაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღიარებულია ის ჩადენილი დანაშაული და უმოქმედობა, რომელიც შემდგომ პერიოდში ამ საქმეს მოყვა. გიორგი ანწუხელიძის წამების კადრები 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე სიმბოლოდ იქცა. თითქმის 200 წლეულის შემდეგ კი სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ქართული სამხედროების მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. გადაწყვეტილებას, რომელსაც იურისტები ისტორიულს უწოდებენ, 18 წლიანი ბრძოლის შედეგად მიღწეული სამართლებრივი პასუხია, რომელიც დაზარალებულთა ოჯახებისთვის, მხოლოდ კომპენსაციას კი არა, სიმართლის ოფიციალურ აღიარებასაც ნიშნავს.